პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი კოპენჰაგენში იმართება და პლენარული სესიით გაიხსნება. ლიდერები ამ წუთებში იკრიბებიან, ადგილზე ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. ნინო არღულიანს ვრთავთ პირდაპირ ეთერში კოპენჰაგენიდან. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად, როგორც აღნიშნეთ, მსოფლიო ლიდერები, 47 ქვეყნის ლიდერი და ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელები. სწორედ ამ წუთებში იკრიბებიან, რამდენიმე წუთში კი ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს, რომელიც შეხვედრებს გამართავს სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება სახელწოდებით ეკონომიკური უსაფრთხოება და ევროპული დამოკიდებულებების შემცირება. ამ დისკუსიის მონაწილეა გერმანიის კანცლერი, შვეიცარიის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, როგორც უკვე გითხარით, საქართველოს პრემიერი და ასევე რამდენიმე ქვეყნის ლიდერი. ამ წუთებში იკრიბებიან ლიდერები, აქ უკვე მოვიდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ასევე აქ უკვე რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იმყოფება და სწორედ ამ წუთებში ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ქართულ მედიასთან ამ წუთებში კომენტარს აკეთებს ევროპული სტრუქტურის ხელმძღვანელი ალან ბერსე და ჩვენ მოვისმენთ ცოტა ხანში უკვე ირაკლი კობახიძის განცხადებასაც. მანამდე კი მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა უკვე ისაუბრა იმ საკითხებზე, რაზეც სამიტის ფარგლებში გამახვილდება ყურადღება. ეს არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ასევე ევროპის უსაფრთხოება, ეკონომიკური სტაბილურობა, ჰიბრიდული გამოწვევები და მიგრაციის საკითხები. დანიის პრემიერმა კომენტარი მედიასთან უკვე გააკეთა. ჩვენ განვიხილავთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ეს იქნება დისკუსიის მთავარი თემა. რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხის ჩათვლით. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ მიგრაციის საკითხს. ჩვენ განვიხილავთ ევროპის თავდაცვის გაძლიერების თემას, რადგანაც ევროპის შეიარაღება ნიშნავს ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. ასევე ორიენტირებული ვიქნებით კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე, ვიმსჯელებთ დრონების კედლის მშენებლობაზე. მსოფლიო ლიდერებს 47 ქვეყნის ლიდერს პირადად მასპინძლობს დანიის პრემიერ-მინისტრი, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთში უკვე ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს, მის კომენტარს მაყურებელს პირდაპირ ეთერში შევთავაზებთ. მადლობა, ნინო არღულიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.